შესაძლებელია თუ არა, რომ ტილომ ადამიანს საკუთარი სულის უსასრულობა დაანახოს. ზუსტად ამას აკეთებს გერმანული რომანტიზმის უდიდესი წარმომადგენელი კასპარ დავითი, რომელმაც პეიზაჟის ხატვა ღრმა ფილოსოფიურ და მისტიკურ გამოცდილებად აქცია. კასპარ დავითის მთავარი საიდუმლო მის კომპოზიციებშია. დააკვირდით მის ყველაზე ცნობილ ტილოებს. ადამიანები თითქმის ყოველთვის ზურგით განან ჩვენკენ. ამ ხერხით მხატვარი გვაიძულებს სამყაროს არა გარედან ვუყუროთ, არამედ ჩავდგეთ ამ პერსონაჟების ადგილას და მათთან ერთად ჩავიძიროთ ბუნების დიდებულებაში. მისი პეიზაჟები არ არის უბრალოდ ხედები, ნისლიანი მთები, მარტოსული ხეები, ძველი გოთიკური ნანგრევები და უსასრულო ჰორიზონტი. ის ხატავდა არა იმას, რაც მის წინ იყო, არამედ იმას, რასაც გრძნობდა. მისი შემოქმედება გვახსენებს, რამდენად მცირეა ადამიანი სამყაროს მასშტაბით, მაგრამ რამდენად დიდია მისი ფანტაზია. კასპარ დავითის ტილოებს რომ უყურებთ, სიმარტოვის შიში გეუფლებათ თუ სულიერ სიმშვიდეს გრძნობთ? დაწერეთ კომენტარებში.